ჩვენს წინა გადაცემაში ბატონ გიორგი პარამიძესთან გასულმა სიუჟეტმა, რომელიც სკანდალის თემა გახდა ჩვენ საზოგადოებაში და არის ძალიან დიდი ხმაური ამ თემასთან დაკავშირებით გამოწვეული. მე მინდა რომ სათითაოდ რო არ მომიწიოს ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, რაღაც თვალსაზრისით ამ გადაცემით ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და ჩამოვიყალიბო ეს პოზიცია მათ შორის თქვენთან საუბრის განმავლობაში და ასევე მე თქვენთან საუბრამდე ველაპარაკე ბატონ გია ყარყარაშვილს მისგანაც მოვისმინე ამ თემასთან დაკავშირებული პოზიცია და მან მითხრა რომ რადგანაც უთხარი რომ ბატონ პაატასთან ჰქონდა დღეს ინტერვიუ, მითხრა რომ პაატამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით და ის ენდობოდა ინფორმაციას, რასაც თქვენ იტყოდით. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოებას მოუწოდო და უთხრა რომ დაელოდონ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა, მათ შორის ჩვენ დეტალურად ვილაპარაკებთ აფხაზეთის მოვლენებზე, ტყვეთა გაცვლა გამოცვლის საკითხებთან დაკავშირებით და როგორ იმართებოდა და როგორ იყო ეს პროცესი, რა ბრალი მიუძღვის პირობითად ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობაში, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს. დიდი მადლობა, იაგო, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მართლაც მტკივნეული თემა არის, ახლა რაც განიხილება ქართულ საზოგადოებაში, აფხაზეთში არსებული პრობლემები 90-იან წლებში და ტყვეები, მძევლები, გადმოსვენება, დევნილები, უამრავი საკითხები იყო, ჰუმანიტარული საკითხები რაც ეხებოდა და მათ შორის შედიოდა ტყვეები, სადაც მე უშუალოდ ჩართული ვიყავი სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მაშინ და ამიტომ ამ მტკივნეული თემა რა კი გაიხსნა, კარგი იქნება თუ მაქსიმალურად ყველაფერს ვიტყვით, მე როგორც ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და გულწრფელად და მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს რა ხდებოდა მაშინ. ამიტომ დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგით, მაშინ დავიწყოთ. ერთი ჩვენს კეთო.